ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის 140 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. დაფინანსება სამ მიმართულებას ზოგად პროფესიულ და უმაღლეს განათლებას მოხმარდება. სწორედ უმაღლეს განათლებაზე ისაუბრეს ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში დიასპორასთან გამართულ შეხვედრაზე. ამერიკის ხმის ჟურნალისტი ნანა საჯაია ესწრებოდა ღონისძიებას. ისტორიული პარტნიორობა, ასე აფასებს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოს სამ უნივერსიტეტთან დაწყებულ თანამშრომლობას. ამ თანამშრომლობის შედეგად საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგებით დაინტერესებული სტუდენტები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ უნივერსიტეტში თბილისში ისწავლიან. ჩვენ არა მხოლოდ სან-დიეგოს უნივერსიტეტი ჩაგვაქვს საქართველოში, არამედ ეს არის პროექტი, რომელიც საფუძვლიანად ცვლის საქართველოს უმაღლეს განათლებას მეცნიერების დარგში. ეს ისტორიაა. 21 საუკუნეში ეკონომიკას ინოვაციები წარმართავს. ამჟამად ეკონომიკას სწორედ საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიური და საინჟინრო დარგები წარმართავენ. კომპიუტერული მეცნიერებების, ინჟინერიის, ქიმიის და სხვა მსგავს დარგებში საქართველოს შეიძლება აწარმოოს პროდუქცია, რომელსაც უცხოეთში გაყიდის, რაც საქართველოში უცხოურ ფულს მოიტანს და ამას გავლენა ექნება ეკონომიკაზე. შეერთებული შტატების ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ამბობს, რომ ათასწლეულის გამოწვევის მთავარი მიზანი ეკონომიკის ზრდით სიღარიბის დამარცხებაა, რაც განათლებით და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებით მიიღწევა. ეს არის შესაძლებლობა ქართველი და რეგიონის ახალგაზრდებისთვის საქართველოს სამ უნივერსიტეტში ისწავლონ და საერთაშორისო აღიარებული სან-დიეგოს უნივერსიტეტის დიპლომი მიიღონ. ჩვენ გსურს გავაძლიეროთ ინოვაციური ეკონომიკა. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამა სან-დიეგოს უნივერსიტეტის და საქართველოს მთავრობის ეს თანამშრომლობა პირველი შემთხვევაა, როცა სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ აკადემიური ცოდნა და უნარები, რათა მაღალანაზღაურებადი სამსახურებისთვის კონკურენტ უნარიანები გახდნენ. ეს საქართველოს ახალგაზრდებში და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ჩადებული გრძელვადიანი ინვესტიციაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროფესორები თბილისში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებს ასწავლიან. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის თქმით, საბაკალავრო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე იქნა შერჩეული. 5 წლის შემდგომ იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ექნება სულ მცირე 100 რეაბილიტირებული და კარგად აღჭურვილი საჯარო სკოლა, გვეყოლება 18,000 გადამზადებული საბუნებისმეტყველო საგნის, ინგლისური ენის საგნის და მათემატიკის მასწავლებელი, გვეყოლება 2000-ზე მეტი გადამზადებული მაღალ დონეზე მომზადებული სკოლის დირექტორი, გვექნება სულ მცირე 10 პროგრამა პროფესიული განათლების, სადაც საქართველოში მოხდება სპეციალისტის მომზადება და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება პირველი ნაკადი ძალიან წარმატებული ახალგაზრდა სპეციალისტებისა ინჟინერიაში და ტექნოლოგიებში, რომელთაც მიღებული ექნებათ ამერიკული განათლება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლება საქართველოში. უნივერსიტეტმა სტუდენტების პირველი ნაკადი 2015 წელს მიიღო. სასწავლებას ამჟამად 82 სტუდენტი ჰყავს. 20 წლიანი პროექტის მიზანი კი სხვადასხვა სპეციალობაზე ერთდროულად 2000 სტუდენტის ყოლაა. ნანა საჯაია, გია მელიქიშვილი, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.